მე მგონია რომ ემიგრანტების ხმა ყველაზე ნაკლებად დაიკარგა ამ არჩევნებში, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ, მათი ხმა ვერ გაყალბდა და საქართველოს არჩევნებზე არ მაქვს ეგ განცდა, რომ არ გაყალბებულა. მართლა ისეთი ადამიანები შემხვდნენ, რომლებიცაც რაღაც 3 საათიანი შუალედი ჰქონდათ მხოლოდ და ფრენის ბილეთები, იმიტომ რომ მეორე დღეს სამსახურებში უნდა წასულიყვნენ და ფრენის ბილეთები უქმდებოდათ, მაგრამ ესეც კი გადადეს და ყველანაირად შეძლეს საკუთარი ყოველდღიურობის გვერდზე გაწევა ამ ერთი დღისთვის. უსამართლობა იყო ძალიან დიდი ის, რომ არ იყო საკმარისი საარჩევნო უბანი გახსნილი, რადგან ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო ორგანიზება, მაგალითად, ბევრი ასაკიანი ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად შეიძლება ვერ მოახერხოს, რომ რამდენიმე დღით სადმე წავიდეს, ან დააორგანიზოს ის, რომ სადმე ჩავიდეს და ნიუ-იორკში მაგალითად იქ ჩავიდეს და დარჩეს და იქ მისცეს ხმა, უბრალოდ ბევრმა მართლა ვერ შეძლო, რომ წასულიყო არჩევნებზე, თუმცა ძალიან ბევრმა შეძლო და იყეს რაღაცა ჯგუფები გაკეთებული სხვადასხვა შტატებიდან, რომლებიც გაერთიანდნენ და ერთად წამოვიდნენ ამ არჩევნების დღისთვის.